ფედერალურმა მთავრობამ პუტინის მოთხოვნას უკიდურესი კეთილგანწყობით უპასუხა. პოლიტიკური დავალება იყო, რამდენადაც შესაძლებელია, ყველაფერი უნდა განხორციელებულიყო. ამას ახლა ამბობს თადარიგის გენერალი იოზეფ ნიბეკელი, გერჰარდ შროდერის სამხედრო მრჩეველი, ვინც 2007 წელს მოსკოვში მერე თავდაცვის ატაშედ გაგზავნეს. დაარსდა საგანგებო ორმხრივი კომისიაც, რომელსაც თანამშრომლობის ყველა სხვა ნაბიჯი უნდა დაეგეგმა. შპიგელი წერს, რომ რაინმეტალისთვის რუსეთი რუხი ზონა იყო. არანაირი პროექტი, არანაირი გეგმა, მაგრამ ხელისუფლება ისე აქტიურად ჩაერია, რომ კონცერნმა უცებ მოქუქა მანქანა. გერმანიის მთავრობა აქტიურად ცდილობდა რუსეთთან გარეგების დასრულებას. საჭირო ექსპორტის ლიცენზიების შეუფერხებლად გაცემას დაპირდა. მეორეს მხრივ, ტომას დე მეზიერი ამ კონკრეტული გარეგების შესახებ ამბობს. მე მქონდა ეჭვები. ეს შინაგანი ფიქრის საკითხი იყო. თუმცა დიდი ზეწოლა იყო, მათ შორის მისივე პარტიის წევრების, არმიის და ასევე ინდუსტრიის მხრიდან. ყველა საბრალებს და წადი ახლა არ ყვია, ვინ იყო პუტინის ყველაზე დიდი ლობისტი მაშინ. ან პირდაპირ მნიშვნელობით ვინ გამდიდრდა ამ საქმეში. უდავოა, რომ პირველ ყოვლისა პროექტს ყველაზე დიდ ბიცკს ბუნდესვერი აძლევს. არგუმენტი ასეთია: სამხედრო თანამშრომლობა ნდობას ქმნის. ნდობა კი მშვიდობას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, საბრძოლო მომზადების ცენტრში გერმანელი ჯარისკაცები და რაინმეტალის ექსპერტებიც მსახურობენ და ამით რუსეთის შეიარაღებული ძალების რეალური მდგომარეობის შესახებ ბევრ რამეს სწავლობენ. დღეს გერმანელ ჩინოვნიკებს განსაკუთრებით ყოფილებს სჭირდებათ ეძებონ დასაბუთება, რატომ გადაწყვიტეს სანგარში დაწმობილებულიყვნენ რუსთან, ვინც 3 წლით ადრე ევროპის ერთი პატარა ქვეყნის ნაწილი დაიპყრო და ფაქტიურად მიერთება გამოაცხადა. არგუმენტი ჩვენს მზვერავებს ასე სრული ინფორმაცია მიეწოდებოდათ რუსულ ჯარზეო, რამდენადაც ლოგიკურია, იმდენად ტყუილი. მზვერავი თუ ინფორმაციას იქ აგროვებდა მხოლოდ რუსი, გერმანელებზე. მილიარდზე მეტი ევროს გასროლას რუსები მხოლოდ პოლიგონის მოსაწყობად არ აპირებდნენ. სხვა პირობებიც ჰქონდათ. პუტინისა და მერკელის მთავრობები შეთანხმდნენ, რომ გაცვლიდნენ მეკავშირე ოფიცერთა ოფისებს. ანუ რუსი ოფიცრების მცირე ჯგუფი გერმანული არმიის მთავარ შტაბში დაჯდებოდა, გერმანელებისა კი რუსულში. ჟურნალს მოაქვს ერთ-ერთი მაღალი წოდების ოფიცრის ციტატა. იოახიმ ბრუნსი, რომელიც რუსეთის გენშტაბის აკადემიაში სწავლობდა, შპიგელს უყვება. არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ მიგრძნია გერმანიის ასეთი სიყვარული. რუსები სულ მეუბნებოდნენ, ერთად თუ ვიქნებით, ეს იქნება მსოფლიოსთვის სტაბილურობის უდიდესი წყარო.